მოგესალმებით. დღეს გვაქვს ძალიან სასიხარულო ვიტყოდი. სასიხარულო და არც ისე სასიხარულო, იმიტომ რომ ასეთი რამე საჭირო არ უნდა იყოს ამ ქვეყანაში. და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მალე ასეთი საჭიროება აღარ დადგება ამ ქვეყანაში. მაგრამ დღეს გამომდინარე იმ მდგომარეობიდან, სადაც ვიმყოფებით და სადაც იმყოფებიან ის ახალგაზრდები, რომლებიც ახალგაზრდებს ვამბობთ, მაგრამ ხო ვიცით, რომ მხოლოდ ახალგაზრდები არ არიან, რომლებიც ყოველ დღე სხვადასხვა მარშით, სხვადასხვა პროტესტით არიან ჩვენ ქუჩებში, სხვადასხვა ქალაქებში და დაპატიმრებული ძალიან მძიმე პირობებში და ჩემთანაც აქ გუშინ რომ მოვიდნენ ქალთა მარში რომ მოვიდა, იქაც იყო ანგარიშსწორება ძალიან ისეთი მიუღებელი ფორმით და ამ ადამიანებს მერე აპატიმრებენ ასევე მიუღებელი ფორმებით და მათ სჭირდებათ ყველანაირი დაცვა. ასევე სჭირდებათ ადამიანებს დაცვა, როცა სახლში მოდიან ჩხრეკისთვის და ისე რომ არც სამართლებრივი საფუძველია მისი არ არსებობს და არც არაფერი. ჩვენ მოქალაქეებს რომ ჭირდებათ ყოველდღიური და ყოველწუთიერი დაცვა, ამისთვის შეიქმნა ეს ჯგუფი, რომელსაც ვესალმები დღეს, რომელსაც მერე გავეცნობი უფრო დეტალურად, ეს ჯგუფი ადვოკატების და იურისტების, რომლებიც იმისთვის შეიკრიბენ ერთად, რომ სწორედ დაიცვან ჩვენი მოქალაქეები. დაიცვან, მისცენ მათ სამართლებრივი რჩევები, როცა საჭირო არის პირველ ეტაპზე და ამისთვის მე მგონი ცხელი ხაზიც იქნება, თუ არის უკვე და მათ მერე გაუწიონ ყველა ის დახმარება, რაც მათ ესაჭიროებათ და ეს ყველაფერი იქნება უსასყიდლოდ, პრობონო და ეს არის ძალიან დიდი, მე ვიტყოდი, სამოქალაქო შეგრძნების გამოხატულება და რაც ქმნის სწორედ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის დღეს რაც ხდება, ეს არის ის რაც ქმნის საზოგადოებას და ჩვენ თვალწინ ყველა სხვადასხვა კუთხით და მიმართულებით იქმნება ნამდვილი ქართული თავისუფალი საზოგადოება და მე ამას არა მხოლოდ მივესალმები, ეს არის ნამდვილად ჩვენი იმედის წყარო, იმიტომ რომ ჩამოყალიბებულ საზოგადოებას ვერასოდეს ვერც ერთი რეჟიმი და რეჟიმის რო ვამბობ, გესმით რას ვამბობ, ვერც ერთი რეჟიმი ვერ დაუპირისპირდება და ვერ მოუგებს. ჩამოყალიბებული საზოგადოება, შემართებული ადამიანებით, ეს არის ის, რაც ყველაფერს და ყოველთვის გაიმარჯვებს ყველაფერზე და მე მინდა რომ ამ ადამიანებს მივესალმო, ამ ადამიანებს უთხრა რომ ეს მართლაც ჩვენგან დიდ მადლიერებას იწვევს, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ ეს ადამიანები, ვინც დღეს ციხეში არიან ან ვისაც ხვალ დაემუქრებიან, იყვნენ დაცულნი, კიდევ უფრო გვინდა რომ ისინი გამოვიდნენ ციხიდან, რაც შეიძლება სწრაფად და მე ამაშიდაც ვარ დარწმუნებული, რომ ისინი ძალიან სწრაფად განთავისუფლდებიან, იმიტომ რომ სხვა გზა ამ რეჟიმს არ ექნება ძალიან მალე. მაგრამ სანამ ეს არ მოხდარა, ამ მანამდე თქვენი საქმე არის და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ყველას. პირველ რიგში მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და ინიციატივა, იმიტომ რომ ის რაც დღეს ქვეყანაში ხდება, მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, რომელიც არის კონსტიტუციური უფლებების გამოხატვის ერთ-ერთი ყველაზე სამართლიანი ფორმა, არ უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების საწინააღმდეგოდ გამოყენებული და ჩვენ ვნახეთ ამ დღეების განმავლობაში 400-ზე მეტი ადამიანი დაკავებული, დაპატიმრებული ადმინისტრაციული სისხლის სამართლის წესით და იყო უმძიმესი ფაქტები, რომელიც კვალიფიცირდა როგორც არაადამიანური მოპყრობა, წამების შემადგენლობა, სასტიკი მოპყრობა და არაერთი ადამიანი არის დაშავებული, დაზიანებული.
თუმცა ამის მიუხედავად საქმეები სასამართლოებში გრძელდება. სხვათა შორის ადვოკატები, რომ მათ შორის აქ მყოფი ადვოკატები, რომლებიც იცავენ ამ მოქალაქეებს და მათ აქვთ ყოველდღიურად ესეთი პროცესები და ამას აკეთებენ სამოქალაქო პასუხისგებლობით და პროფესიული სტანდარტით, არის მართლაც სანიმუშო მაგალითი. აი ეს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, იმიტომ როგორც კი ეს ინიციატივა გაჟღერდა და როგორც კი ეს ადვოკატებს გაუზიარე და ეს იყო თქვენგან გამოხატული ჩვენი მოქალაქეების დაცვის სამართლებრივი ეფექტური გზა. მადლობა მინდა უთხრა ყველა ადვოკატს და იურისტს, რომელიც აქ არის და ყველა არ არის უფრო მეტნი არიან და მიხარია, ეს არის 35-ზე მეტი ადვოკატი და იურისტი პირველივე ჯერზე გამოეხმაურა ამ ინიციატივას და კიდევ უფრო იზრდება ეს ჯგუფი. ბათუმში არიან ადვოკატები, ქუთაისში არიან ადვოკატები, რომლებიც ასევე შემოუერთდნენ ამ ინიციატივას და ისინი მზად არიან პრო ბონო უსასყიდლოდ აღმოუჩინონ მოქალაქეებს სამართლებრივი დახმარება. ხვალაც არის ესეთი პროცესები, ვიცი, ყოველდღიურად იმართება. ძალიან მნიშვნელოვანია ეს მხარდაჭერა, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, რომლებიც უკვე რამდენი დღეა დგანან ქუჩაში საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად, მათ იცოდნენ, რომ გვაქვს ესეთი კარგი ინიციატივა, რომლითაც მათი კონსტიტუციური უფლებების დაცვის კუთხით, აი ამდენი ადვოკატი, იურისტი, კიდევ უფრო მეტი, რომელიც აქ არ არის, მაგრამ მზად არიან, დაეხმარებიან მათ, რომ აღმოუჩინონ შესაბამისი სამართლებრივი დახმარება. ჩვენ გვაქვს უკვე ცხელი ხაზი. გვაქვს ორი ნომერი, რომელიც ამისთვის გამოვყავით. ქალაქის ნომერი ეს არის 295-28-26, არის მობილური ნომერი, რომელსაც ჩვენ დავდებთ ყველა სოციალურ გვერდზე, რომელსაც იყენებს მართლმსაჯულების სახლი და ადვოკატებიც გაავრცელებენ ამ ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ მათაც გაუზიარებთ. ეს არის 559-99-59-58. გვაქვს ჩვენი ელფოსტა, რომელსაც ასევე გავაზიარებთ. ეს საკონტაქტო ინფორმაციები იქნება მიღებული ჩვენი იურისტების დახმარებით და ჩვენ გვაქვს საერთო ჯგუფი, სადაც ძალიან სწრაფად გავაზიარებთ ნებისმიერი ასეთი საჭიროების შემთხვევაში და ადვოკატები, იურისტები მზად იქნებიან გადაინაწილონ ეს საქმეები და ამ სამოქალაქო პასუხისგებლობის და სოლიდარობის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზების ფორმით დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ჩვენს კოლეგებს და მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო. ეს ძალიან კარგი მხარდაჭერაა და მე ვფიქრობ, რომ ამ მხარდაჭერის შემდეგ კიდევ უფრო მეტი ადვოკატი და იურისტი მოინდომებს იყოს ამ ძალიან მნიშვნელოვან სამოქალაქო პასუხისგებლობის ინიციატივის მონაწილე, იმიტომ რომ ეს ძალიან ღირებული რამ არის, რომ ჩვენ ყველამ, ვისაც როგორ შეგვიძლია, ისე დავეხმაროთ ერთმანეთს, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ვიბრძვით საქართველოს ევროპული და სამართლიანი მომავლისთვის. დიდი მადლობა ქალბატონ პრეზიდენტო ამ იდეის მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა მინდა უთხრა ეკაბესელიას, ჩემ მეგობარს და კოლეგას ამ ინიციატივისთვის, რომლის ინიციატივისთვის. პრო ბონო საქმიანობა ეკამაღნიშნა სოლიდარობა, რასაც ხედავთ საოცარ მაგალითებს ქუჩაში, მთელი საზოგადოების სოლიდარობის ერთმანეთის მიმართ და ჩვენს ადვოკატებსაც გვიჩნდება ვალდებულება, რომ ეს სოლიდარობა ჩვენს გამოვავლინოთ, დავეხმაროთ იმ არაერთ ასეულ ჩვენ თანამოქალაქეს, რომელიც გახდა ამ სასტიკი მოპყრობის წამების მსხვერპლი, რომლის უფლებები ირღვევა და რომელიც უკანონოდ არის დღეს დაკავებული. ვიცით, რომ ჩვენი კოლეგები არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ახორციელებენ პრო ბონო საქმიანობას, ეხმარებიან, თუმცა როგორც ცნობილია, მათი რესურსი საკმარისი არ არის დაკავებულების რაოდენობის და ბრალი, ვისაც წაუყენეს და სხვა ადმინისტრაციული სახელი დაადეს მათი უფლებების დაცვის მიზნით. აქედან გამომდინარე, საჭიროა ადვოკატების რაოდენობის და ვინც მზად იქნება პრო ბონო დახმარებისთვის. შეიძლება დაიცვას შეკითხვა, რა უნდა გააკეთოს ადვოკატმა იმ პირობებში, როდესაც სასამართლო არ არის სამართლიანი და ჩვენ არა მარტო არჩევნები მოგვყარეს, არამედ სასამართლოს მოგვყარეს უფრო ადრე. და როდესაც სასამართლოს ყარავენ, ლოგიკურია, რომ არჩევნებსაც მოიპარავენ. მიუხედავად ამისა, ადვოკატებს გვაქვს საშუალება, რომ დავანახოთ მოსამართლეს, როდესაც ის მხოლოდ 15 წუთს გამოყოფს მტკიცებულების წარმოსადგენად, როდესაც ის არ აძლევს საკმარის დროს ადვოკატს სამართლიანი დაცვის უფლების განსახორციელებლად, რომ
ეს არ დარჩება რეაგირების გარეშე არა მარტო საქართველოს სასამართლოებში, არამედ საერთაშორისო სასამართლოშიც, ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლოში. ადვოკატებს აქვს დიდი ძალა, როგორც ძალაც აქვს ჟურნალისტებს და ცხადია, რომ ადვოკატები ჟურნალისტებთან ერთად რეჟიმის სამიზნე ხდება ხოლმე. არ მისულათ საბედნიეროდ მაგ ეტაპამდე, როდესაც მაგალითად რუსეთში ნავალნის ადვოკატები დაიჭირეს იმისთვის, რომ ნავალნის სამართლებრივ დაცვას ახორციელებენ, თუმცა ჩვენ თუ არ დავიცავით ჩვენ თანამოქალაქეთა უფლებები, ჩვენ თუ არ ვიქნებით სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ, მთელი საზოგადოება, მათ შორის ადვოკატები, როგორც მართლმსაჯულების წარმომადგენლები, აუცილებლად მივალთ იქამდე სამწუხაროდ, სადამდეც ჩვენი ოკუპანტი ქვეყანა მივიდა, ადვოკატები მივიდნენ. ასე რომ წარმატება მინდა უსურვო ამ ჯგუფს, წარმატება მინდა უსურვო თითოეულ ადვოკატს და წარმატება მინდა ვისურვო ჩვენ ქვეყანას, რომ მიაღწიოს, დაიბრუნოს ევროპისკენ სulis გზა, დაიბრუნოს დემოკრატია და ჩავატაროთ თავისუფალი არჩევნები. ხოლო არჩევნების მერე არ დაგვავიწყდეს, რომ სასამართლო მისასაბურნებელია. ჩვენ ვემზადებოდით ქართული ქარტიაში ძალიან კარგად გაწერილი სასამართლო რეფორმის განსახორციელებლად და ეს კვლავ დღის წესრიგში იქნება არჩევნების მერე, თუმცა ალბათ ქართულ ქარტიას დაემატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი პოლიციის რეფორმაც. სამწუხაროდ. მადლობა ყველას.